უაღრესად სენსიტიურ თემას უნდა შევეხო. ჩემი აზრით საზოგადოება ფასდება მათ შორის ხაზგასმით ვამბობ ყველა სიტყვას წარმოთქვამ გააზრებულად და ხაზგასმით. მათ შორის როგორი მიმართება აქვს მას საზოგადოებას და ქვეყანას მთლიანად. არა ზოგადად გარდაცვლილების, არამედ დაღუპულების მიმართაც. გუშინ იყო და გაჩვენებთ კადრებს. სრულიად შემთხვევით მე წავაწყდი კადრებს უკრაინიდან. ახალი არაფერია ამაში პრინციპში ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ ხოლმე თვალყურს. უკრაინაში რაც ხდება იმ მოვლენებს, მაგრამ ტრაგიკულ ეს სულის შემძრელ კადრებს წავაწყდი ნახე. გაჩვენებთ აქ იგითხარით ამ კადრებს. ძიმე კადრებია. უკრაინაში ვორონოების ოჯახის 5 წევრი დაკრძალეს. ის მის გოდებისა და ტირილის ხმა. აფეთქებას შეეწირნენ მშობლები ოლენა და არტემი და შვილები მარკი, აზარი, ილაი და ემილია. გამოჩნდება შვილის ან შვილების ფოტო, დაღუპული შვილების ფოტოებიც, 5-6 წლის გოგონა, 6-7 წლის ბიჭი. მერე დაკრძალვის კადრებს ადევნებთ თქვენ ახლა თვალყურს. უკრაინელებმა ეს ოჯახი დააფასეს. ისევე როგორც აფასებენ, რა საკვირველია, ყველას, ვინც იღუპება, ვინც შეეწირება ჯოჯოხეთური იმპერიის, რუსეთის საჰაერო იერიშებს. ერთ ოჯახში მოხდა ამბავი ამგვარი, საშინელი. ყოველდღიურად თუ არა კვირაში ერთხელ მაინც ჩვენ ნახულობთ კადრებს ხსენებული უკრაინიდან, როგორ გამოასვენეს ტაძრიდან ერთი მეომარი, როგორ გამოასვენეს მეორე ტაძრიდან მეორე მეომარი. ტრაგედიის მაჩვენებელ, სულის შემძვრელი ტრაგედიის მაჩვენებელ კადრებს. ეხლა მე დავსვამ კითხვას, იცით თუ არა, რამდენი მეომარი დაიღუპა საქართველოდან წასული უკრაინაში ამ 4.5 წლის განმავლობაში? 100-ზე მეტი, თითქმის 200. თითოეული მათგანი არის გმირი ამ ქვეყნისა. გვარები არც ერთ თქვენგანს არ ახსოვს, უმრავლესობისა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ როცა იქნება მაშინ ჩვენ ისინი განსაკუთრებულად უნდა დავაფასოთ და კითხვა ამგვარია. მეორე კითხვა ამგვარია. გსმენიათ, რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრეზიდენტად წოდებულს, არა რიგით თუ რიგით დეპუტატს, რამ სწორი, არა, რამ ერთი განცხადება გაეკეთებინოს მათზე? გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. დაიღუპა ჩვენი მეომარი 2008 წელს, რომ იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის რუსეთის წინააღმდეგ ომში, ესა და ეს. და ჩვენ დიდად წუხვართ იმის გამო, რაც მოხდა უკრაინაში. ეს ბიჭი, ეს ახალგაზრდა კაცი იყო გმირი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ. გსმენიათ ამგვარი განცხადება? არ გსმენიათ. გსმენიათ თუ არა გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა, რომ აი დაღუპულების ოჯახებს ჩვენ განსაკუთრებულად მივაქცევთ ყურადღებას. მაგალითად დაუნიშნავთ პენსიას. თვეში ერთხელ არა, წელიწადში ერთხელ მიუტანთ ყვავილებს. გავალთ სასაფლაოზე მათთან ერთად, ან მათ გარეშე კამერები, თუ კამერების გარეშე. არ გსმენიათ. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნებისა მათ ხორცმეტებად მიიჩნევს. რატომ წახვედი უკრაინაში და რატომ იბრძვი უკრაინისათვის? ამას ედავება პირდაპირ არა ირიბად. რეალურად ისინი არა მხოლოდ უკრაინისათვის იბრძვიან, არამედ იბრძვიან საქართველოსთვისაც. და იცით რამდენი ამგვარი ჯარისკაცია ჩვენ? სულ მაქსიმუმ 50 მათგანის გვარსახელი ვიცით და რეალურად მინიმუმ 2300-2400 ვინც ის და 2700-3000 ჯარისკაციც კია. უმრავლესობა მათგანი არის ქართულ ლეგიონში, მაგრამ ამა თუ იმ ბატალიონში, ამა თუ იმ ასეულში, ინდივიდუალურად, ამა თუ იმ სხვა ლეგიონში არიან ქართველები. და მე აქ იგითხარით, თქვენ არც იცით 50 ბრძოლის გვარსახელი და მეც რომ დავიწყო და
აი კარგად რო დავფიქრდე 50-ს ან გავიხსენებ ან არა და დანარჩენი 2950 თუნდაც 2350-ის თაობაზე ჩვენ არაფერი გვსმენიან ისინი უსახელო არასწორი სიტყვა ისინი ჩუმად მყოფი გმირები არიან კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ფასობს უკიდურესად ფასობს საზოგადოება როგორ აღიქვამს ის არა უბრალო გარდაცვალებას არამედ ტრაგიკულ გარდაცვალებას ამ შემთხვევაში მეომრებისა როგორი მიმართება აქვს ამ ბის თუ ამ საკითხის მიმართ როგორ უყურებს როგორ აფასებს როგორ აღიქვამს ამ მათ შორის ამ მებრძოლებს ცოცხლად დარჩენილებს თუნდაც აღიქვამს თუ არა მათ ამ ჯარისკაცებს საქართველოს სიმდიდრედ მათ შორის მათთან ერთად ვინც ახლავს სახურობს შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის ძალებში არა საქართველოს ხელისუფლებისათვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ისინი არიან ხორცმეტები ჩაძაღლებულან ეს არ უთქვამს პრეზიდენტ ყაველაშვილს თუ პრემიერად რომ მუშაობს ირაკლი კობახიძეს მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ რომ მათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ისინი ეჯავრება ეზიზღება იმიტომ რომ ხვდებიან რომ ლეველი სიმაღლე მასშტაბი მათ დადეს გაცილებით დიდი ვიდრე ამ ღუაღუა ჭიაღუებმა ეს კადრები არ გამახსენდებოდა საერთოდ რომ არა ის ამბავი რაც ორი დღეა ჩვენ ხო ყოველდღიურად რაღაც ახალ ამბები გვხვდება ეს ამბავის გადაიფარება და სხვა ამბავის გადაიფარება ხვალზე გასაკვირველია და სხვა ამბავი იქნება უფრო აქტუალური მაგრამ ეს ამბავი ჯარისკაცებისა რა ჯოჯახისა რომელიც ამოიხოცა უკრაინაში და კადრები გაავრცელა რადიო თავისუფლება არ გამახსენდებოდა რომ არა ის ამბავი რაც ორი დღეა ტოპ თემაა ჩვენს სინამდვილეში ჩვენს ქართულ საზოგადოებაში ქართული საზოგადოების რამდენად მე დავინახე შევამჩნიე შევატყე ხო ქართული საზოგადოების 100% ხარს უჭერს არასწორი სიტყვა ხარში უდგას ზაალატარიას შვილ მკვდარ მამას ეს რამდენად მახსოვს პირველი შემთხვევაა როდესაც მეომარი კი არ დაიღუპა და ოჯახმა კი არ იგლოვა არამედ ოჯახის წევრი დაიღუპა საქართველოში მყოფი და მეომარი გლოვობს ამასთან არა მხოლოდ ზაალი არამედ მისი თანამებრძოლების მაგრამ ზაალი პირველი ან მთავარი ჭირისუფალია იმ დროს როდესაც შვილის გარდაცვალების მოულოდნელი გარდაცვალების თაობაზე შეიტყო ზაალმა ზაალატარიამ ის გავრცელებული ცნობით ყოველ შემთხვევაში ფრონტის წინა ხაზზე იყო ისროდა რუსებს ოკუპანტებს მათ შორის მისი შვილის ქვეყნის ოკუპანტებს ანადგურებდა შეიტყო და ზალი საქართველოსკენ გამოეშურა და დაწერა კიდეც შენთან ერთად უნდა მოკვდე შვილო მოსალოდნელი იყო გულახდილად გეტყვით თუმცა ბოლომდე შეიძლება არც ვიჯერებდით ვერც ვიჯერებდით რომ მას გარკვეული სირთულეები გზად და გარკვეული სირთულეები საზღვარზე შეექმნებოდა და აკი შეექმნა კიდეც ყოველ შემთხვევაში ასე გავრცელდა მე აღარ ჩაუღმავდები ამ ამბავს იმ ამბავს იმიტომ რომ დეტალების თაობაზე პრინციპში არაფერი ან ბევრი რამ არ ვიცი უმნიშვნელოა სირთულეები რომლებიც შეექმნა გზად თუ საზღვარზე ზაალატარიას უმნიშვნელოა იმ ტრაგედიასთან შედარებით მიმართებით რაზეც ახლა ვსაუბრობ ჩამოვიდა мама 26 წლის შვილის ცხედარი გულში ჩაიკრა ხო არ მინახავს მაგრამ ასე იქნება კი არა ნამდვილად ასეა იტირა საზღვარზე იტირა გზადაც წარმოიდგინეთ რამდენი კილომეტრი რამდენი 1000 კილომეტრი გაიარა ვერ დამშვიდდა და ვერ დაწყდა და ეჩქარებოდა ეშურებოდა შვილის ნახვა ჩამოვიდა ზალი ცხედართან მივიდა ჩაეხუტა ცხედარ შვილისა ამაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება რომ წარმოიდგინოს კაცმა და მე უკვე არ მინდა ვთქვა დამშვიდებულზე მეთქი მაგრამ აი შედარებით იოტისოდენად პაწაზე დამშვიდებულზე ოჯახმა ზალთან შეთანხმებით ან ზალთან შეთანხმების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი რომ შვილი წაესვენებინათ და დაესვენებინათ ტაძარში და მიმართეს ერთ-ერთ ტაძარს ზუგდიდში და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს კონკრეტულმა მღვდელმსახურმა რომელიც პასუხისმგებელია რა საკვირველია მაგრამ თავარ პასუხისმგებელი არ არის ამას ხაზგასმით ვამბობ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ზაალის შვილის
ტაძარში დაკრძალვის თაობაზე. დასვენების თაობაზე, უკაცრავად. შესვენებისა და დასვენების თაობაზე. და შესაბამისად მან კონკრეტულმა მღვდელმსახურმა ნებართვას თხოვა არბიდა შემეშალოს ზუგდიდისა და საიშის ეპარქიას და კონკრეტულად გერასიმეს, მეუფე გერასიმეს. მეუფე გერასიმეზე გადადის ახლა აქცენტები. სწორიც არის. ისევე როგორც კონკრეტული ტაძრის მღვდელმსახურია პასუხისმგებელი, უფრო პასუხისმგებელი რასაკვირველია გერასიმია და არანაირი არგუმენტით ის არ გამართლდება. ვილაპარაკებთ ცოტა ხანში არგუმენტებზე, რომლებიც ჭყალებში არგუმენტებზე, რომლებიც თითქოს და აქვს საპატრიარქოს ზოგადად ან კონკრეტულად ამ მღვდელმსახურს. გერასიმემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება. უფრო ზუსტი რომ ვიყო, ჩემი ვერსიით დაეკითხა ადგილობრივ სუსს. აი, სუსს, რომელიც იქ ყველაფერს ან ბევრ რამეს მართავს. სუსმა ადგილობრივმაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი ვერსიით, უთუოდ დაეკითხა თბილისს, ცენტრალურ ოფისს. გელაძის უწყებას. გელაძემაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება და უთუოდ დაეკითხა მთავრობას ზოგადად ადმინისტრაციას და კონკრეტულად ვინიცის და პრემიერ-მინისტრსაც კი პრემიერ-მინისტრად რომ მუშაობს იმ კაცსაც კი და ირაკლი კობახიძემ ბრძანა ჩემი ვერსიით კვლავ ვიმეორებ ამის დადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს მაგრამ სხვა როგორ უნდა იყოს განსხვავებულად როგორ უნდა იყოს ბრძანა ირაკლი კობახიძემ რომ ზაალატარიას შვილი არ უნდა შეესვენებინათ ტაძარში არ არის ასე ბევრი თქვენგანი მეტყვის რომ აჭარბებ და იგონებო მართალი ბრძანდებით მე ვაჭარბებ და ვიგონებ მაგრამ თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე რომ სახელმწიფო ერევა ეკლესიის საქმიანობაში და ეს აპრიორი ასია ეს ნამდვილად ასია პირიქით რომ მოვატრიალოთ შეეძლო თუ არა ირაკლი კობახიძეს გელაძისათვის გელაძეს ოფისისათვის ცენტრალური ოფისის შესაბამისი პირებისათვის ამ პირებს სამეგრელოს სუსისათვის სამეგრელოს სუს გერასიმესათვის გერასიმეს იმ კონკრეტული მღვდელმსახურისათვის პირიქით დაატრიალეთ ეთქვათ რომ შეასვენეთ რა პრობლემა საბოლოო ჯამში რა პრობლემა რაღა ეს არ მოხდა იმ დროს შესვენებული ცხედარი არ არის აქედან გამომდინარე ჩვენ მიუყვებით ჯაჭვს მიუყვებით კვალს და მივდივართ სწორედაც რომ ირაკლი კობახიძემდე და ვინიცის და აქაც არ ვჩერდებით ვინიცის და მივდივართ ირაკლი კობახიძის ზემდგომამდე და ვინც არის ირაკლი კობახიძის ზემდგომი კი იცით თქვენ კი მოგეხსენებათ და კიდევ უფრო შორსაც რომ წავიდეთ არ ვიცი სად რომელი ქვეყნის დედაქალაქამდე ჩავალთ დიახ იმ ქვეყნის დედაქალაქამდე ჩავალთ იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე პეტროვი ივანოვი თუ სიდოროვი არ ჩარეულა ამ პროცესში იმიტომ რომ ჩავალთ რომ პეტროვს ივანოვს სიდოროვს მათ ნაჩალნიკს ბორტნიკოვს პატრუშევს ვიღაცეებს და პუტინს პერსონალურად ლატარია ვინ არის კი არის ის აბადა კი არიციან ამ ადამიანებმა მაგრამ აქვთ მწველი სურვილი რომ დასაჯონ ყველა ვინც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში უკრაინისათვის და ვინც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ამ შემთხვევაში საქართველოსთვის და უკრაინისათვის მათი თავისუფლებისათვის და ეს ყველაფერი სულ რომ არ იყოს ნებადართული უშუალოდ პუტინის მხრიდან არა რასაკვირველია პუტინამდე არ ავიდო და ბიზინამდეც კი არ ავიდოდა მაგრამ ეს არის ერთგვარი ჩამოყალიბებული წესი რომ ყველა უნდა დაისაჯოს და ამ წესს ვინ როგორ აღასრულებს კონკრეტული მღვდელმსახური საპატრიარქოსი მისი ტაძრისა მისი უშუალო რაღაც ეპარქიის ხელმძღვანელი გერასიმე შიო მესამე თუ შიო მესამე ანდრია ჯაღმაიზის წინ ვიღაცა თუ მანამდე ვიღაცა თუ შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ შემთხვევაში თევზის თავი არის ამ ჯოჯოხეთის თავი არის რუსეთში ჩამარხული და პუტინი დავარქვათ თუ გნებავთ და ზოგადად რუსეთის იმპერია დავარქვათ თუ გნებავთ ასევე ერთ-ერთი რგოლია ბიზინა ივანიშვილი მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ხელის გაშვერა რუსეთისაკენ ყველაფერზე მით უფრო არ შეიძლება აქ გადაწყვეტილება მიიღეს და ვინიცის და მიიღოს სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილმა მაგრამ ამათაც სჭირდებათ გარკვეული ფორმალისტური საფუძვლები რატომ უნდა გააკეთო ეს გავიგე რომ გინდა რომ დამატებით გაამწარო ზაალატარია გავიგე გასაგებია ბროტმოქმედებაა ეს გასაგებია რომ ხორცმეტად მიგაჩნია ეს კაციც და დედასტირებია მის ოჯახსაც ასე ფიქრობ
მაგრამ რაღაც ფორმალური საფუძველი გჭირდება შენ იმისთვის რომ დასაჯო. ზაალატარია და მისი შვილიც გარდაცვლილიც. ფორმალურ საფუძვლად დაუდეს გავრცელებული ხმა, ხაზგასმით ვამბობ ამას, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ნამდვილად გჭირდება დოკუმენტი. გავრცელებული ხმა იმის თაობაზე, რომ ზაალატარიას შვილი თავად არის, გიბოდი შეცხადია, კვლელი. მან მოისწრაფა სიცოცხლე კი არა, ჯერ მოუსწრაფა სიცოცხლე შვილს, მუცლად მყოფ ბავშვს, ორი შვილის დედაა, ეგრა მაგის პასუხია. და შეგნებულად წარმოვთქვა აწმყოში და არა წარსულში და იყო მეთქი არ მithქვამს. და მან გაიკეთა აბორტი, რომ გავამარტივოთ და აბორტის გაკეთება კი აი ვიზიტელი არ შეიძლება. ეხლა მე დავსვამ კითხვას. რამდენი ქალია შესვენებული ტაძრებში? დღეს რო მოკვდა, დღეს რო გარდაიცვალა, ხვალ რო გარდაიცვალა, გუშინ რო გარდაიცვალა. რომლებსაც ოდესღაც აბორტი აქვს გაკეთებული. 70-იანებში, 80-იანებში, 60-იანებში, 50-იანებში, 80-იანებში, 90-იანებში და ასე შემდეგ. რაც აქეთ მოვდივართ სულ უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ აი ჩვენი მშობლების თაობიდან არავინ შეუსვენებიათ. კვლელები ზოგადად არ შეუსვენებიათ, მე შემიძლია უხეშად ცხადია, თვეში ერთხელ ერთ კვლელს როგორ შეასვენებენ ხოლმე, არ გავამხელ უბრალოდ. ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული მართლა, იმ ადამიანებს გვარსახელებით ვილაპარაკო, უბრალოდ არ შეიძლება მაინც აი რაღაცა მორალური კატეგორიების ან მორალის ზოგადად გზნეობის გამო მათზე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს არგუმენტი ბჭყალებში არის უსაფუძვლო არგუმენტი. გარდა ამისა და ხაზგასმით მინდა ვთქვა, შეუძლებელია რომ კონკრეტულ მღვდელმსახურს, გერასიმეს, სუს, კიდე ვიღაცას, შიო მესამეს და არ ვიცი კიდე ვიღაცას, ბიზინა ივანიშვილს სცოდნოდა ზუსტი დიაგნოზი გარდაცვალებისა, მაშინ ყოველ შემთხვევაში, როცა კონკრეტულმა ეპარქიამ და კონკრეტულმა ტაძარმა უარი უთხრეს ოჯახს აც გარდაცვლილის შესვენების და დასვენების თაობაზე. ახლა მეკითხვა მაქვს, რა არის ეს თუ არა დასჯა კი არა, გამწარება დამატებითი სწორედ ზაალისა. თამთა შენგელია იუზერი, მე არ ვიცნობ, თუ არ ვწდები არ ვიცნობ, შესაძლოა ფრენდია, არ არის ჩემი ფრენდი. გუშინ ბატონი ზაალატარიას პოსტი წავიკითხე და გავოგნდი, დავმოჯდი, რას ნიშნავს უარი უთხრა ეკლესიამ მართლმადიდებელ ქრისტიანს ტაძარში დასვენებაზე. მართლა არ მესმის, სუიციდი არ არის. ეს ფაქტია, რაც მიზეზა ეზი დაასახელეს, ეგ დამტკიცებული არ არის პრინციპში იმავეს იმეორებს ქალბატონი თამთა რაც თქვი მე, დამტკიცებული არ არის. ექსპერტიზა არ ჩატარებულა. და რომც ჩატარებული იყო, რომელმა თქვენგანმა იცის, რა თქვა სიკვდილი ლამდე წამებით ადრე ზაალის შვილმა ლანა. ეს ყველაფერი მომდინარეობს ცრუ ქრისტიანობიდან, მათ შორის, რომელიც ესე ჩაბუდებულია საქართველოს საპატრიარქოში. მღვდელმსახურების ღვთისმსახურებად წოდებულების 99%-ს გონია, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე არის დამსჯელი, ადამიანის განმსჯელი და დამსჯელი, რომელმაც უნდა ცოდვების გამო ადამიანები გარიყოს ეკლესიიდან, გარიყოს მისის სხეულიდან, განაგდოს და დასაჯოს. ზაალატარი არის ადამიანი, რომელიც 17 წლიდან ომშია. აფხაზეთისა და 2008 წლის ომში გმირულად დაისვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის, სულ რომ არაფერი, ყველა დამსახურება რომ დაუკარგონ ზაალს, კაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს ადამიანი ისეთი ტრაგედია დაატყდა თავს, გარდაეცვალა შვილი. ლანას დარჩა მოსიყვარულე მეუღლე, ორი შვილი, დედა და საყვარელი ადამიანები. 26 წლის გოგონა აღარაა და ეკლესიაში არ გადაგისვენებიათო. ღმერთის სახლში არ გადაგისვენებიათ 26 წლის გოგონა. მართლა სადავარ და რა ხდება ჩვენს თავს? ამას კი მარიამ ჩხეიძე წერს.
ბევრმა თქვენგან მანახა ხო ფოტოები. ზა ალი ვისაც არ გინახავთ. შედით ამ კაცის Facebook გვერდზე. შედით ნახეთ გამოხმაურება ნიკა ფარულავასი, ნიკო მიქაიასი ხარასაც სკროლავ და ესე მიუყვები. მიშა ბალიაშვილისა, გიორგი მუმლაძისა, სხვებისა და სხვებისა. ნახეთ ფოტოები ამ ჯარისკაცისა და მისი შვილისა. როგორი მიმართება აქვს საზოგადოებას მთლიანად და კონკრეტულად როგორი მიმართება აქვს საზოგადოების ელიტურ დაუმსახურებლად ჩვენ შემთხვევაში ფენას პოლიტიკურ ელიტას ამგვარი პირების და მათი ოჯახების მიმართ. აი, ნათელი დადასტურება. კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს რომ არ ავაცილოთ მათ ეს პასუხისმგებლობა რასაკვირველია პასუხი მოეთხოვებათ იმ მღვდელმსახურს, იმ მეუფე ეპისკოპოსს, სხვებს და სხვებს. მაგრამ თევზი, როგორც ასეთი, ყარს თავიდან. თევზის თავის ბრალია ის პროცესები, რომლებიც თევზში თლიანად თევზის სხეულში მიმდინარეობს, თევზის თავის ბრალია. სტალინმა არ იცოდა, რომ იქ ვიღაცა სადღაც ქუჩის კუთხეში ხრეტდა ვიღაცას. არ იცოდა გარკვეულ შემთხვევებში, როცა ორგანიზებულ დანაშაულთან არ ჰქონდა, ორგანიზებულ სახელმწიფო დანაშაულთან არ ჰქონდა საქმე, მაგრამ სტალინი განა იმ სისტემის შექმნისათვის, რომელშიც მას ყველა ემორჩილებოდა, მას პერსონალურად არ იყო პასუხისმგებელი. სტალინმა არ შექმნა, როგორც ერთმა პიროვნებამ, ცხადია სხვებთან ერთად მათ პასუხისმგებლობას არავინ უარყოფს, არავინ აფარებს ხელს მათ. სტალინმა არ შექმნა სტალინიზმი, ბიძინამ არ შექმნა ბიძინიზმი, როდესაც ვერც კი ბედავენ ადამიანები მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ესეთ იოლად მისაღებ საკითხზეც კი, ამბავზეც კი შეასვენე რა. არ შეგისვენებია თუ მაინც და მაინც დანაშაულის ჩადენაში დავები აცგარდაცვილს არ შეგისვენებია, არ დაგირღვევია ქრისტეს რჯული, ეს არც არის ქრისტეს რჯულის დარღვევა, ეგრა მაგის პასუხი არა. თუ მაინც და მაინც ასე უყურებ შენი ანტიქრისტიანული, არაქრისტიანული ტვინითა და გონებით, არ დაგირღვევია შენეული განეკაგებით რჯულის კანონი, ქრისტიანული რამწესი, ვინ მოგცა უფლება, რომ ქრისტეს სახელით სჯია და განსჯი ადამიანებს. ვინ მოგცა შენ სხვების დასჯის უფლება ქრისტეს სახელით? ვინ მოგცა შენ ქრისტეთი მანიპულირების უფლება? რომ ქრისტე წარმოგვიჩინე ასე, მათ შორის მიმართავ პატრიარქ შიო მესამესაც, რომელსაც ხშირად და საკმაოზე ხშირად უკვე კი არ წასცდება ხოლმე, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად ამბობს იმას, რასაც ამბობს, რომ ქრისტე, ზოგადი სიტყვაა ეს, ქრისტე არ გაპატიებთ, რას არ გაპატიებდათ? ვინ გეკითხებათ თქვენ? ქრისტე რას გვაპატიებდა და რას არ გვაპატიებდა? თუ მაინც და მაინც დანაშაული იყო ჩადენილი, უგაცრავად ცხადია ამ ახალგაზრდა აცგარდაცვლილი გოგონას მიერ. მაგრამ ეს გოგონა არაფერ შუაში. მამა უნდა გამწარდეს. და მამის განწარება ეპარქიის ხელმძღვანელს კი არ უნდა. ის მონადამორჩილია ბიძინა ივანიშვილისა, ამ სისტემისა. მამის გამწარება ბიძინა ივანიშვილს უნდა. ყველა უნდა გამწარდეს, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა, ვინც გადადგა ნაბიჯები, ეს არის მთავარი. ამიტომაც კი ის არ დამარცხდება ივანიშვილი, როცა იქნება მასში. ის გადანადგურდება. ეს არის სიმართლე. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.